ეს კალციის მაჩვენებელი. თუ არის ზოგადად კუჭნაწყლის პრობლემები, ამ შემთხვევაში ცოტა კვების რაციონი იცვლება და ბოჭკოვანი კვება უნდა გაიზარდოს, ანუ აქ იგულისხმება ბოსტნეული უნდა იყოს დიდი რაოდენობით ორგანიზმში. ამიტომ ეს ყველაფერი უნდა გათვალისწინებული იქნეს, როდესაც პაციენტი გადადის კვების რეჟიმზე. რაც შეეხება ახლა ამ ერთფეროვნულ კვების რეჟიმებს. რა თქმა უნდა, ეფექტური არის ეს ყველაფერი, სწრაფ ეფექტსაც იძლევა ნამდვილად, მაგრამ პაციენტი როგორც კი წვიტავს დიეტას, მაშინვე იწყება წონის მატება. და ასევე რა თქმა უნდა, ჩვენთან ცუდი მიდგომა ამ კვების რეჟიმთან დაკავშირებით. როდესაც ხდება აი ამ დიეტის შეწყვეტა, ავტომატურად იწყება გაძლიერებული კვების რეჟიმი. ესეც არ შეიძლება, ანუ დიეტაზე როცა დავასრულებთ რაღაც გარკვეულ პროგრამას, ამ შემთხვევაში უნდა გადავიდეთ შენარჩუნებით თერაპიაზე. აი ეს უფრო რთული არის ვიდრე იმ დიეტის დაცვა. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დიეტის დროს შენ იცი რა უნდა ჭამო, რომელ საათზე რა უნდა გააკეთო და შენარჩუნების შემთხვევაში გაქვს ყველაფრის უფლება, ასე ვთქვათ, მაგრამ შენ რაოდენობრივად უნდა განსაზღვრო რამდენი ჭამო. ამასთანავე კვირაში ერთხელ მაინც უნდა გააკეთეს განტვირთვის დღე, არ არის აუცილებელი შიმშილი რო იყოს განტვირთვის დღეს, უნდა იყოს აღებული 500 მილილიტრი ან მაწონი ან კეფირი, რომელსაც დაემატება 1 კილოგრამი ხილი ან 1 კილოგრამი კიტრი, თუნდაც სხვა ბოსტნეული შეიძლება ამ შემთხვევაში გამოყენებული იყოს. და ეს განტვირთვის დღე რამდენხანში ერთხელ უნდა მოიწოდოს? ზოგადად რეკომენდებულია 10-12 დღეში ერთხელ რომ გააკეთეს ეს განტვირთვის დღე, მაგრამ თუ ვერ ხერხდება, ნუ 2 კვირაში, 3 კვირაში ერთხელ მაინც რომ გააკეთეს და ზედმეტი ნივთიერები, რომლებიც გროვდება ორგანიზმში, გამოვიდეს ამ დღეს შეიძლება, მაგრამ ამ დღეს აუცილებელია რომ 2 ლიტრი მინიმალურად 2 ლიტრი სითხე უნდა იყოს მიღებული ორგანიზმის მიერ. ამიტომ, როდესაც ესეთ კვების რეჟიმზე გადავიდეთ, ყოველთვის ჯობია რომ პირველად შემოწმოს სტატუსი ორგანიზმის რა მდგომარეობაშია, როგორ არის ნივთიერებათა ცვლა და მხოლოდ მას შემდგომ იყოს შერჩეული კვების რეჟიმი. კი ბატონო, რა მინდა კითხოთ იცით, აი ყველას ჩვენს ვენელს მაგალითად ვინც ახლა გვისმენს, ხომ არ აქვს საშუალება იმისა, რომ მივიდეს ვთქვათ პროფესიონალთან და ინდივიდუალური დიეტა დაუწეროს. აი ვთქვათ მე ვარ ჩვეულებრივი და მჭირდება რომ გარკვეული დიეტა შევადგინო. როგორ შეიძლება, რა უნდა გავითვალისწინო, რას უნდა დავაკვირდე, რომ ეს ჩემი კვების რაციონი მე თვითონ გავწერო და თან ისე რომ ზედმეტი წონა არ ავკრიფო და პირიქით დავიკლო. ამ შემთხვევაში ყველაზე მარტივი როგორ უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი. პირველ რიგში თქვენი გრაფიკი უნდა გავითვალისწინოთ, თქვათ ვიწყებთ დილით 8 საათზე, ვიდგებით, ვიღვიძეთ, მივდივართ სამსახურში. აუცილებლად დილით უნდა იყოს საუზმე მიღებული. არ აქვს მნიშვნელობა თქვენ დილით საუზმე 10-ზე გაქვთ, 8-ზე გაქვთ, მაინც უნდა იყოს საუზმე. საუზმე არის ეს ჯობია ყოველთვის ყველაზე დიდი ულუფა საუზმეზე იყოს, მაგრამ ეს ჩვენთვის ცოტა მოუხერხებელია, მაგრამ ამიტომ შიერი მაინც არ უნდა გავიდეთ. დილით უნდა მსუბუქად წავი ხემსოცავით, ასე ვთქვათ. ამ შემთხვევაში ერთი ნაჭერი ბუტერბროდი რო იყოს, თუნდაც სრულიად მისაღებია ჩაისთან, ყავასთან ერთად, მაგრამ არავითარ შემთხვევაში მშიერ კუძი არ არის რეკომენდებული, რომ დავიწყოთ წვენებით. ანუ აქ ნატურალური წვენები იგულისხმება, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ჯერჯერობით კუჭნაწლავი ესე მომზადებული არ არის დილით, რომ ესეთი აქტიური გადასამუშავებელი ნივთიერება მივაწოდოთ. ბუტერბროდი, ერთი ნაჭერი ყველი და პური, ხაჭო, ზის პროდუქტები, თქვათ შეგვიძლიათ გერკულესი დილით, შემდგომ სადღაც 12 საათის ან ხილი წავახმოვოთ არ ზის პროდუქტი. ჯობია რომ სადილი იყოს სადღაც 3-დან 4-ის ფარგლებში. სადილის შემთხვევაში უნდა იყოს ან ხორცი, ან თევზი, რაღაც გარკვეული ხორც პროდუქტი, ან წვნიანთან, ან ბოსტნეულთან ერთად. და კიდე ერთი რაღაცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ არ არის რეკომენდებული ძირითადი კვებების დროს ხილის მიღება. იმიტომ რომ ხილის ის ეფექტი რაც აქვს, რომ მდიდარი, ასე ვთქვათ, მიკრო და მაკროელემენტები იკარგება აბსოლუტურად. აუცილებლად ხილისთვის უნდა გამოყოთ ან სადღაც 12 საათის ფარგლები, ან სადღაც 6-7 საათი. ამის მერე დავაყოლე არ ვარ გახილი. ზოგადად შემთხვევაში არ ვარ. თუ მაინდამაინც გინდა ჭამასთან ერთად, მაშინ ჯობია რომ ჭამამდე დაახლოებით 20 წუთით ადრე იყოს ხილი მიღებული, რომ ორგანიზმმა მისი მონელება მოასწროს და შეწოვა მოხდეს. და საღამოს უნდა ვეცადოთ, რომ დაახლოებით 8 საათის მერე მაქსიმალური მაჩვენებელია 8 საათი, რომ არ უნდა ვჭამოთ და საღამოს უნდა იყოს რაც შეიძლება მსუბუქი კვება. თქვათ ერთი ჭიქა მაწონი, ან წიწიბურა ყველთან ერთად, აი რაღაცა ამ დაგვარი. ანუ როგორც ესეთი ვახშამი, ნოყიერი არა, უნდა ამოვიღოთ. მაგრამ ამ შემთხვევაში ბოლო პერიოდში სულ ისმის ესეთი ტექსტი, რომ ჩვენ არ გვაქვს დრო, ასე ვთქვათ, ესე განაწილებული კვებისათვის. რთულია ძალიან. ძალიან რთულია, რა თქმა უნდა, მაგრამ ყოველთვის 5 წუთი ყოველთვის გამოიძებნება იმისათვის, რომ ეს მიირთვა და მაშინ მაცევრით უნდა იარო. რა თქმა უნდა, ჯობია მაცევრით იაროთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ცოტა მოუხერხებელია, მაგრამ შუა
შუადღეს შესაძლებელია მარკეტში ვიყიდოთ მაწონი, კეფირი, იოგურტი, ხაჭი, ყველგან იყიდება აბსოლუტურად და არა აუცილებელი ლობიანი და ხაჭაპური მივირთვათ შუადღეს. და მაინც დიახ, ამ შემთხვევაში ჯობია რომ რაღაცა წავიღოთ სახლიდან, ან ეხა არის უკვე მზა პროდუქტებიც, რომელიც იყიდება და სულაც შესაძლებელია. რა მინდა კითხეთ იცით, ძალიან მოკლედ ვკითხავ. პურის ამოღება, ანუ დიეტას შველის უბრალოდ რაციონის რეგულირებას. მხოლოდ და მხოლოდ პურის. შაქარიც კარგი იქნება თუ ანუ ორივე ნახშირწყალია მარტივად რო ვთქვა, ოღონდ რატომღაც პურის ამოღებაში მარტო პირდაპირ ნიშნავს პურს გულისხმობენ. სომეულს არა. მაგაში ხო ხინკალი არის გულისხმობა. ის ხო სხვანაირი ზომია. დიახ. ხო ამ შემთხვევაში აი ეს შეცდომა არ უნდა იყოს დაშუქებული. თუ ვიღებთ სომეულს, ძალიან უნდა ამოვიღებთ. ნამდვილად დაიკლებთ ამ იმაზეც. ესეთ ეფექტი ექნება კლების. და მარილის ფაქტორი მოკლედ და რატომ იღებენ ხოლმე მარილის? დიახ, ანუ მარილი არის თავი ნივთები, რომელიც ორგანიზმში იჭერს ზედმეტი რაოდენობით სითხეს. და ამის შედეგად შეშუპებითი პროცესები რადგან მიმდინარეობს, ზოგადად წონის მატებაც აქტიურად მიდის. თიკო, ეს კვლევა არ ჩატარებულა პირველად და მხოლოდ ჩვენთან ხო? ზოგადი სურათი გვაქვს სოფლიოში და ვისზე გამხდრები და ვისცემს უქნები არ შეგვიძლია თქვა ზედარებები რო გავაკეთეთ. ძალიან საინტერესოა ნამდვილად დაგეთანხმებით, ანუ ჯანდაცვის სოფლიო ორგანიზაცია რეგულარულად ატარებს თითქმის ყველა ქვეყანაში ამ ტიპის ინდექსით მოსახლეობის კვლევას და მისი სტატისტიკის თანახმად, ანუ სოფლიოში ყველაზე ასე ვთქვათ გამხდარი ერი აზიაში გვხვდება, ვთქვათ ინდოელები იქნებიან ეს ვიეტნამელები, ვთქვათ ნეპალშიც არიან ნორმაზე ნაკლები წონის მქონე მოსახლეობა. ნორმის ფარგლებში ყველაზე მეტად ჩინელები ჯდებიან და საინტერესოა ჩინეთთან დაკავშირებით ის ფაქტი, რომ ზოგადად ეს სხეულის მასის ინდექსი ქვეყნების მიხედვით განსხვავდება, თქვა ზოგიერთ ქვეყანაში ქალებს მეტად აქვთ წონის პრობლემა, ზოგიერთში მამაკაცებს და ჩინეთი არის ის ერთადერთი ქვეყანა, სადაც სხეულის მასის ინდექსი ქალებსა და მამაკაცებში აბსოლუტურად იდენტურია. ანუ ერთი ჩამოსხმა არის ქალებიც და მამაკაცებიც. რაც შეეხება ევროპას, ევროპაში ზედმეტ წონის ზღვარზე არიან ფაქტიურად საშუალო მაჩვენებლებით. ევროპაში ყველაზე გამხდარი ქალბატონები ყავთ ფრანგებს და იტალიელებს. მამაკაცები ყავთ ფრანგებს და უკრაინელებს, სხვათა შორის იტალიელი მამაკაცები ამ სტანდარტში ვეღარ ჯდებიან და ნუ ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე მეტად ხდება ჭარბწონიანი. ამერიკელებს გადავინარჩუნებთ მოფტუნებული. ავსტრალიაში საკმაოდ მაღალი არის ზედმეტი წონის პრობლემა. ანუ რეალურად ფინანსურად თუ ავიღებთ თქვენი შეფასებებით რა იყოს აქ საშუალოდ ვართ ხო ჩვენ მდგომარეობა არ გვაქვს. არა, ჩვენი საშუალო მაჩვენებელი ქალბატონების ფაქტიურად ზედმეტი წონის ქვედა ზღვარზე არის, რაც ანუ საშუალო სტატისტიკურად ევროპის მოსახლეობაში, თქვათ ასე ვთქვათ, ნორმის ფარგლებში ჯდება და ანუ თუ სტრესულ მდგომარეობას გავითვალისწინებთ, ჩვენ წონაზე ნერვიულობა უფრო გასუქებს ვიდრე რეალურად. ნერვიულობა აქტობენ ზოგადად. მე ერთ ფაქტორზე მინდა გავამახვილო ყურადღება. იწყებენ დიეტას და რატომღაც ამ დიეტაში არასდროს არ გულისხმობენ ფიზიკურ ვარჯიშს. მე ამას რა ვიცი, არ მივესალმები და მგონი არ არის, სწორედ მხოლოდ კვებით დავარეგულიროთ ჩვენი წონა. თქვენ, როდესაც მოდიან თქვენთან, თქვათ, პაციენტები, მათ შემთხვევაში, ანუ თქვენ ააძლევთ რეკომენდაციას იმისას, რომ ან თქვათ ცეკვა დაიწყონ, ან ცურვაზე შევიდნენ, ან ნებისმიერი სპორტის თქვათ სახეობით დაკავდნენ. ეს ხო ერთ-ერთი მიმართულება არის. დიახ. ამ შემთხვევაში ყოველთვის ვითვალისწინებთ პაციენტის წონას. თუ ეს არის მაჩვენებელი, რომელიც სხეულის მასის ინდექსი მერყეობს სადაც 27-28 ფარგლებში, რა თქმა უნდა, პირდაპირ შესაძლებელი რეკომენდაცია მივცეთ, რომ დიეტასთან ერთად დაიწყოს ვარჯიშიც. მაგრამ თუ არის სხეულის მასის ინდექსი 30-ის ზევით, ამ შემთხვევაში ყოველთვის ურჩევთ ხოლმე დაიკლოს პაციენტმა დაახლოებით 10 კილომდე. და თუ არ იყოს გულსწავლთა სისტემას და მხოლოდ შემდგომში დაიწყოს, ასე ვთქვათ, სპორტული ცხოვრება. იმიტომ რომ თვითონ წონა, ასე ვთქვათ, აღებული, ცალკე განსყენებული მდგომარეობა არ არის. იმიტომ რომ ჭარბი წონა არის მდგომარეობა, ეს არის პრედიაბეტური მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმში იწყება უკვე ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევა, ლიპიდური ცვლის დარღვევა და ამის შედეგად აქტიურად შემდეგ მოსალოდნელია განვითარდეს სხვადასხვა რთული დაავადებები. აი ზუსტად რატო შემოიღეს ეს სხეულის მასის ინდექსიც. ეს არის ყველაზე მარტივი ინდექსი, როდესაც ყველა ადამიანი შეუძლია თავისი
მაჩვენებელი დათვალოს. ანუ ეს მიუთითებს რამდენად არის მოსალოდნელი მომავლისთვის სხვა დაავადებები ორგანიზმში. თუ ეხლა რა თქმა უნდა ეს ახალი მაჩვენებლები დღეისაც გვაქვს, მაგრამ თუ გადავხედავ დაახლოებით 5-10 წლის წინანდელ მონაცემებს, ბევრად უფრო უკეთესი მდგომარეობა იყო საქართველოში. ანუ უფრო ნორმალური წონა, უფრო მეტი იყო ამ შემთხვევაში ჭარბწონა, უფრო იმატა, იმიტომ რომ ეს დაკავშირებულია ჩვენი ცხოვრების სტილთან. ჩვენც ნელ-ნელა უკვე ასე ვთქვათ აუდგით ფეხი სწრაფი ცხოვრების სტეპს. ამიტომ სწრაფი კვების ობიექტები საკმაოდ წამოვიდა წინაპლანზე, ეს ტკბილი სასმელები, რომელიც აქტიურად არის და ამის შედეგად უკვე საქართველოშიც დაიწყო დიაბეტის მაჩვენებლებმა ძალიან კატასტროფული ზრდა, არა მარტო დიდებში, არამედ ბავშვებშიც. ბავშვებში ძირითადად აქამდე დგინდებოდა დიაბეტი ტიპი 1-ის დიაგნოზი, როდესაც ეს არის სრული უკმარისობა ინსულინს. და ამ შემთხვევაში უკვე წამოვიდა ის მაჩვენებელი, როდესაც ჭარბი წონის შედეგად განვითარებული, ანუ ტიპი 2 დიაბეტის მდგომარეობა ვითარდება. და ეს ადრეულ ასაკშივე არის ბავშვებთან დაახლოებით უკვე 12-13 წლის ასაკიდან უკვე დგინდება ეს დიაგნოზი ჩვენს ორგანიზმში. რა თქმა უნდა, ეხლა აი ამ მაჩვენებლის მიხედვით ეს არ არის 100%-იანი მაჩვენებელი, ეს არის ზოგადი მაჩვენებელი. 100%-იანი მაჩვენებელი რომ მივიღოთ, ამისათვის არსებობს სპეციალური კვლევა, ეს არის აპარატური კვლევა, სადაც პაციენტს დააწვენენ და გადაიღებენ რამდენია ცხიმი, რამდენია ცილა, რამდენია კუნთი მის ორგანიზმში, ყველაფერს ამბობს ეს აპარატი. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელი კიდე ერთი ფაქტი, რომ ჩვენი ორგანიზმის აგებულება არ არის ყოველთვის idენტური სხვა ერის ორგანიზმის აგებულებით. ჩვენთან ძვალი უფრო მსხვილია, ასე ვთქვათ. ანუ ზუსტად ისეც ვერ დაემსგავსებით ყველა ვარიანტში, ეს უნდა გათვალისწინებული იქნას, რა თქმა უნდა. მე მგონი უკვე ჩვენი საუბრის თემას დასასრულს უახლოვდება ჩვენი დროის ფაქტორიდან გამომდინარე, ასე რომ კიდევ ერთხელ უნდა შეგახსენოთ, რომ უფრო რთული, რა თქმა უნდა, დაკლებაზე ეს არის სწორი წესი ცხოვრებისა, რომლის დარეგულირებას და ჩვევაში გადაზრდას გაცილებით მეტი ძალისხმევა სჭირდება, მე მგონი საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ როდესაც მე ვთქვა 20 წლის განმავლობაში ჩვევაში მაქვს, რომ არასწორად ვიკვებები და ვცხოვრობ, ის მე ერთ თვეში გადმოწყობა წარმოუდგენელია. ამას ძალიან დიდი ხანი სჭირდება, მაგრამ ძალიან კარგი შედეგი აქვს და ასე რომ უნდა იფიქროს ადამიანმა ზოგადად. აბა ჩვენს ვენას კიდევ ერთხელ უთხრეთ, როგორ შეგიძლიათ გამოიანგარიშოთ თქვენი ინდექსი? კიდევ ერთხელ შევახსენოთ, კი უთხარით, ანუ თქვენი წონა, ციფრი უნდა ავიღოთ, უნდა გავყოთ კილოგრამებში, უნდა გავყოთ სიმაღლის კვადრატზე. სიმაღლის კვადრატზე, ოღონდ თქვათ მეტრებში, ანუ 175 სანტიმეტრი თუ არის 1,75 კვადრატზე უნდა გავყოთ. და ამით შემდეგ მივიღებთ რიცხვს და ამ რიცხვით როგორ გავიგოთ? 18.5-დან 18.5-მდე არის ნორმაზე დაბალი. 18-დან 25-მდე არის ნორმა, 25-დან 30-მდე არის უკვე ზედმეტი და 30-ზე ზემოთ უკვე ჭარბი წონა. 30-ზე ზემოთ დაიყო კიდე ახლა, 30-დან 34.5-მდე თუ პირველი ხარისხის სიმსუქნეა, 35-ზე ზევით მეორე ხარისხი და უკვე 40-ზე ზევით უკვე მორბიდული, ანუ მესამე ხარისხის სიმსუქნე თითულება. ანუ ეს უკვე პირდაპირ უკვე პრედიაბეტური მდგომარეობა 40-ზე ზევით როცა არის BMI-ის მაჩვენებელი. გასაგებია. დიდი მადლობა ჩვენთან სტუმრად იყვნენ ჩვენ კვლევაზე ვსაუბრობდით და მარკეტინგული კვლევების პროექტის მენეჯერი თიკო პასილაშვილი. თიკო, დიდი მადლობა მობრძანებისათვის და ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის, დავიმახსოვრე სწორად მე მგონი, წარმომადგენელი ამ შემთხვევაში ექიმი ენდოკრინოლოგის შოთა ჯანჯღავაშვილთა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ რეკომენდაციებისთვის. დიდი მადლობა იყო გამოვიყენებული და პირეთერი. გადაცემის წამყვანები ლანა ბლიაძე, დავით ველიჯანაშვილი, ჟურნალისტები ეკა ხითარიშვილი, ქეთი კაკაურიძე, მუსიკალური გაფორმება ზია ჩიდიძე, ხმის რეჟისორები ანი გეგენავა, ნინო ჩაჩანიძე, ია ჭელიძე, პროდიუსერი ეკა ტალახაძე.